ექიმო, თქვენ რომ მითხარით, შარდის ანალიზი მოიტანეთ თუ მოვიტანე? ო, ძალიან კარგი, მომიცით. ინებეთ? ეს რა ამბავია, ბარემ ჩანთით განავალი მოგეტანათ. ესეც მოვიტანე ექიმო. ინებეთ ესეც? გამოვიდა ბიჭო და ეს მეორე სახლი რო აქვს სოლონა. ხო. გაჩენილა ხანძა. აუ. აბა. მართლაც. და დაიწყო, ხო? არა, ფანჯრისკენ წასულა, მოასრო, მივიდა ფანჯარასთან და გადახტა ფანჯრიდან. და დაიმტვრა. არა. მანამდე სახანძრო ყოლია გამოძახებული. ხო. ქვემოთ დაახვედრეს ის ბრიზენტი. ამ ბრიზენტზე დაეცა. ხო. და ამოვარდა ისევ თავის ფანჯრის რაფის. ესე იგი დაიწყო. არა, ბიჭო, ფანჯრის რაფაზე უკიდია ხელი, მაგრამ ხელი დაუცურდა მერე და ისევ ჩამოვარდა. მადლობს კენაც, თითი მადლობა. ესე იგი დაიმტვრა რა? არა, ისევ ამ სახანძროს ბრიზენტზე დაეცა, მაგრამ რასისკენ გადავარდა. ამ დროს მოდიოდა თურმე დიდი თურქული ტრაილერები რომ არის. ხო. ისეცხლო დიდი მადლობა გენაც. და ტრაილერმა გაიტანა? არა, ბიჭო, ამ ტრაილერებს ხო აქვს პრეზენტი გადაყრა. ხო. ამ პრეზენტზე დაეცა და ისევ ამ თავის სახლის ფანჯრისკენ წამოვიდა. მადლობა გენაც. რა მოკლა კაცო? თოფი ესროლეს. რა? თოფი რატო? ძალიან ტვინი კაია. როგორ რა გამახსენდა იცი შენი ბიჭი რო ყავს ხე ევროპაში გაშვებული. რა არ გიშენია ან რაღაცა გადაეკიდოს, რა ვიცი, ნარკოტიკი, 1000 ყაჩაღი არა მე შარში არ გაეხვიოს. მე კი ვერ გაუშვებდი. იცი რა, აღარ ნერვიულობ უკვე. ხო? 2 კვირის წინ დამირეკა ჩემმა ბიჭმა დედა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ვარო. რა მოხსენებია? ის რა ურადღებიანი ხალხია. ევროპელები არა, ახალგაზრდა ბიჭი ურადღებას აქცევენ. აი ექიმო, ანალიზები მოვიტანე, როგორც მითხარით. ნახოთ. სეგი გაცხიმოვნებაა დაწყებული და ჰეპატიტის ნიშნებიც იგრძნობა. თქვენთვის დალევა არ შეიძლება და ქალები არ შეიძლება. აბა დუდუკი რა ჩემფეხებად მინდა ექიმო. როდის ასვენებთ? კვირას. კვირას არ გირჩევთ. რატო? დათიკოს გასვენებაა კვირას და არ ექნება ჩვენსაც რეიტინგი. უშაბათს რო გადავსვათ. უშაბათს?
მოგზავნით ქალბატონო. აი მე ძალიან დიდი მადლობა. ხედა? უცხო კაცმა დამსვა, შენ კიდე ქმარი ხარ და ერთხელ და მე ჩემთვის არა. გენაცვალე გუშინ ჩემს გვერდით ნომერში მთელი ღამე სექსის ხმა ისმოდა. ვაიმე უკაცრავად ქალბატონო დიდი ბოდიშით ეხლავე გადაგიყვან სხვა სართულზე. არ არის პრობლემა, ეხლავე. არა, სხვა სართულზე არ მინდა. იმ ნომერში გადამიყვანეთ. რა მოინტერესებს იცი? ოღონდ სიმართლე მითხარი. ჩემამდე თუ ყავდა მამაკაცი და თუ ყავდა რამდენი? დღეს თუ საერთოდ. ქალო რას ისევ ლატარიაში ფული რომ მოვიგო? რას ვიზავ და ნახევარს გამოგართვებ და გაგწილდები. გამცილდები არა? ხო და აგერ 10 ლარი მოვიგე. ან შენ 5 ლარი და დავაი დაახვიეთ. არ ვიდა მენიუ. ერთი შემწვარი კვერცხი მომიტანეთ, ერთი ყველი მომიტანეთ და როცა მომიტანთ, მაგიდაზე დამიგდეთ. და მითხარით ცეცხლი ჭამეო. რატო? არაფერი გოგონი, არაფერი. საფში არ ყოფილა ერთი თვია და მომენატა. მომიტანე. უკაცრავად. ბატონო, აქ ესეთი რაღაცების გაკეთება არ შეიძლება. დაწესი, აქ არის სკოლა და ბავშვები დარბიან. მერე მეც მინდა ჩემო ბავშვმა სკოლაში რო იაროს. მაცადი თუ შეიძლება. გაიგე ბიჭო, ეს ჩემისა მე მეუნება, სურვა იცი თუ არა. თავი მткиვა. აი აქ. უცადი. აგერა? ოქროს ხელები გაქვს. ბუბუ, მე მგონი მткиვილი, აი ამაზე გადამცემ სულ. ინდი. აი აქ ცოტა. ოქროს ხელები გაქვს. ჩავალე ხა გავგრილდები. ბიჭო, შენ ბუასილს არ არჩე? ხოდა იმ სიყვარულს გავამარჯვებ შემოკარგებო, რომელიც ალბათ მთელი ქვეყნის განმავლობაში, მთელი ამ დროის განმავლობაში სიკეთეს აკეთებს. საქართველოში არა რატომ? და ეს სიკეთე არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მასაც კი რა ქვია. ერთი წუთი რა ჩემო ძმაო რა. ნუ წივი ხარ რა. აი ბიჭო, არ წივი ვარ კაცო ერთიო. არ წივი კი რა ხარ შენ. იმ სიკეთეს, სიკეთის მკეთებელ ხალხს გავმარჯვო, შემოკარგებო და ყველა იმას გავმარჯვოს, ვინც
მოიცი. სიკეთეს დესავს. ბიჭო, ო, ჩამოვიდა ხო ეს შენი ვიზაშვილი ქალაქელი რო არის? ო, ჩამოვიდა. მე საყურე რატო უკეთია? პიდარასტია? აი, რატოა პიდარასტი? რა მოხდა მერეს, მაო? ეგრე მეკობრეებსაც კი უკეთია საყურე. აი, მოვალ ამ საღამოს მე შენთან სახლში. ერთი გებით არ მოსულა. დახავ მე რასაც უსა. მეკობრე. აუდიტთაო მაღაზიაში ჩადი რა. კიდევ ერთხელ დამიძახებ ამ დიდ თავას და სახლიდან წავალიცოდე. კარგი, ბუბუ, გაგიხუმრე, რატო გემართა? გთხოვ, ჩადი მაღაზიაში და 10 კილო კარტოფილი ამომიტანე. მომეცი მაშინ რამე დიდი ჩანდა. რა დგინდა დიდი ჩანდა? შენი ქუდი ჩაიტანი და ჩაგიყრიან. რა გინდა? დიდ თავა ხო არ დაგიძახე, რა გინდა? აი, ბუბუ. გოგო, დიახ, კაცის ტრუსები მინდა და არა გაქვთ. კაცის ტრუსები არ გვაქვს, მაგრამ ქალის გვაქვს. არა, ქალის რაც მინდა. როგორ სხვავებაა? განახო ეხლა განსხვავება? აი ეს ყავადალია, გამოავლე და მე მაჩვენე. საერთოდ რა ხდება? მე და შენ კონცერტით ერთმანეთს. გესმის ეს რას ნიშნავს? საყვარელო. ისეთი სახე მიიღო. თითქოს არაფერი მოხდა. ძალიან ბევრ თურქულ სერიალს უყურებ. ბეშინია შენზე არის მოქმედი. კარგი რა რისი გეშინია, ნეჯით ბეი. ეხლა ჩვენ შულს ეიდი ცხელი მოგკიდე და დედა ჩემს დოლღუს გაუყვანე. ალახი მოწყალია. გოგონი, თქვენ სახელს ხო ვერ მეტყვით? ჩემი სახელი 400-ოსგან შედგება. მესამე ასოა I. ბარემ იმასაც ხო ვერ მეტყვი, ეს თარაზულად არის თუ შვებულად? ეს კაცი უნდა იწვეს კუბოში. ეს კაცი უნდა იწვეს ბიჭო კუბოში. არა, არა. ეს უნდა იწვეს კუბოში, ბიჭო, ეს კაცი უნდა იწვეს კუბოში, ბიჭო, ესა. კაცო, ეს კაცი მოგდა და ეს წევს კუბოში. მე ხوار ჩავწევი, აბა. მინდა ჩაწეკი შენ თუ გინდა, კაცო. ხალო აბა მაგმახთოს მოკიდე ხელი. ამას ხო. აბა მეორესაც.
ეხლა რა ვქნა? არაფერი, ესე იგი მაგაშტენი არ ყოფილა. ბიჭო, სოლის მოყვანა მინდა და ხომ ეხმარები? შენ მოიყვანე და აგერა ვარ მე. მაგის მეტი რა ვიცი კაცო. ო, კაი, მიდი. ადა იქალო ჩაიცვიდი. აუ, უკვე მივდივართ. არა კაცო, კი არ მივდივართ, მაგრამ ჩემი ძმაკაცები მოდიან და ასე ხوار დახვდები კაცო. აბა მითხარით, რა ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში თირკმელი? $15,000 შოვნაში ეხმარება მას ადამიანს. რა ხარ ბიჭო? აგირჩვამ ზეიდუზები, დადიხარ დეიდუზები. გაშენილია. შენ ის მითხარით თუ გაიგე ახალი ამბავი. რა? ლომი გაქცეულა ბიჭო ზოოპარკით. ო, ლომი იქცეოდა, მინდა აკავებდა, ბა. ხო, მაგრამ იქო დაუჯერიათ მე რაღაც ზოოპარკთან. ო, დაიჯერდა რა ლომს ვინ გაუშვებდა. რა ბიჭი რა საუბარი. ლომი აი ვინ გაუშვებდა. გოგო. ხვალიდან ჩემი შეყვარებული აღარ მაჩუქებს არც ყვავილებს და არც საჩუქრებს. მაიმე დაშორდით. არა, ცოლად მიუყვები. მალე ალბათ მეფეპატაკლის მიცემასაც ვიხილავთ. დაგის სამადების. ჩემო საყვარელი, ძალიან მაგარი სუფრა. და ძალიან ლამაზი მეფე პატარძალი გვყავს. რატომ? რა არის კაცო, რანაირი ბოლოკი მოიტანეთ? რანაირი კაცო? ისეთი ჭუჭყიანი იყო და ისეთი გასარეცხი იყო, სანამ არ გავთანეთ, გოჭმა პირში არ ჩაიდო. რა ვიცი, გამოიდა. ვინო ჩავიმატეთ აქ, ვინო? ვინო არა? აკროხა. გენჭირი მეტყვი. აი ძალიან დიდხანს მინდოდა რომ მოსულიყავი თქვენთან, მაგრამ ვერ მოვედი მეშინო და ამ სულების და აკაცების და არა ჩემო კარგო, სულებს აქ რა უნდა. სულები იქ არიან, თქვენ ჩემ სიცოცხლეში უნდა გენახათ აქ ისეთი შეშინებული მოდიოდა და ისე დაწყნარებულ და დამშვიდებულს უშვებდი ხოლმე. ეხლა სადღა არიან ესეთი სულები. ამოდი ბიჭო, გამოვადგინა ბიჭი, ამოდი. დროზე. მოკლედ, შენ იდგები აქ. ეს იქნება შენი ადგილი. ღორი თუ ამოვა ქვევიდან. ღორი. ძაღლებიც ქვევიდან ამოვლენ, ხმას გაიგონებ. დათვიც შეიძლება ქვევიდან ამოვიდეს. მაგრამ შველი პრინციპში შეიძლება ნებისმიერი მხრიდან ამოვიდეს. ბიჭო, შველს ხო ესვი? იმ შორიდან მოვდივართ. იმდენი გზა გავიარე და ისე დავიღალე რომ შველს კი არა. ცოტა შეუხედავი კაციც რომ ამოვიდეს, იმასაც ვესვრი. ისე შენ რა მაგარი ფეხები გაქვს? მართლა? ხო. ერთი მეორეზე უკეთესია. აი მარცხენა.
შენობა გასვლა. სამი დღის წინ ნახები, კარგად იყო. არ იყო კარგად არა. ზურას ქორწილში 6 თვის წინ. კარგად იყო მაშინ ბიჭო, კარგად იყო. არ იყო კარგად არა. ახალ წელს შარშან კარგად იყო ჩიტივით ბიჭო რა. არ იყო არ შარშან კარგად არა. ფინთად იყო. კაცო ამაზე კარგად ხო იყო ახლა რო არის. რა გამიჭირე საქმე? გამარჯობა. განდონი მინდა ერთი. განდონი? ბატონო დავით, გეძახიან. დიახ, ისმენთ. ისმენთ. დიახ. ერთი წვენი თუ შეიძლება? მადლობთ. უკაცრავად, გოგონი. დიახ. ამ საღამოს რას აკეთებთ? არაფერს. უსაქმური. გამადის ძალზელის შემდეგ სიმღერა სრულდება პატარძლის დედის საბადოцемულო. ძალიან კარგი სუფრა. დიდი მადლობა, ვეცადეთ. თქვენ ბოჭი გადაიღეთ, ნუ მოგერიდებათ. მადლობა ორჯერ გადავიღე უკვე. ორჯერ კი არა, 5 ჯერაც გადაიღეთ და ბარემ დაამთავრეთ ბოლომდე. აუ, ბიჭო, კაცი არა ხარ? უცხო ხო არა ხარ? რა მოგივიდა? გამიკეთე რა ის მანქანა რა. მოიცა ბიჭო, მორჩები ამ მანქანას და გაგიკეთებ. ხვალ გაგიკეთებ, ძმაო. აუ, ბიჭო, ხვალ კი გამიკეთებ, მაგრამ დღეს მე მამაჩემს დამტრეულ მანქანას ვერ მიუყვან საჭიდო. კაცო, ბოზიცოლი მიუყვანა და იმაზე არაფერი არ თქვია და მანქანაზე გეტყვის რამე ეს? ჯიმი, მომეცი ტრუბოი ბიჭო. ჩემი მოწმე და ნახავს თუ არ გააქარწყობს თქვენი ყველა ბრალდება. აბსურდს ლაპარაკობთ, აბსურდს. მე მაქვს საგამოცი არ არის, ბატონო, ეგრე. სიჩუმე. არა, არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე მაქვს დოკუმენტები. სიჩუმე დარბაში. მეც მაქვს ექსპერტიზის დასკვნა. სიჩუმე მეტი დარბაში. გაფრთხილებთ. თუ კიდე ვინმე დაილაპარაკებს დარბაში და სიჩუმეს დაარღვევს, გაბრძანდება გარეთ. ერთი ორი. ბატონო მოსამართლე. ვარღვევს სიჩუმეს, გამაგდეთ გარეთ. გამაგდეთ გარეთ. ხო და ვარღვევს სიჩუმეს. აი, შეგვაო. გამარჯობა გოგონი. გამარჯობა. როგორი შარვალი მინდა, იცით? აი ჩაჩაჩული შარვალი მინდა რა. მოგესმით აი. ანუ ფართეობით, ხო? არა. აი ჩაჩაჩული შარვალი რო ეძახიან რა, ხო ხდებით აი ჩაჩაჩული რა. ხო, გასაგებია, ესე იგი ფართეობიანი. აი ვერ გამიგეთ რა გოგონი, ხა აგიხსნით რა, აი როგორ აი
შარლები მინდა რა. ხო გესმით რო ეძახიან რა, აი ჩაჯ შარლვალი, აი ეგეთი მინდა. იცით, აი შარლები კი გვაქვს და თუ გნებავთ, ჩაგიჯ და გაკატანთ. არა? არა, ეხა მე რო შენ ქმართან გიღალატო, მტრები ხო ვიქნებით? არა. აბა მეგობრები? არა. აბა? ბარებარში ვიქნებით. შევსაცასლის სიმღერა სრულდება მოწვეული სტუმარი გელაჯობითის საბადივცემულოდ. ჩემი დედა მაგარი ღვინოა რა. ჯო მე დედა არ ამყავს და შენი დედა მაგარი ღვინოა. ჩემმა ქმარმა გამიმწარა სიცოცხლე. ყოველდღე მოდის მთვრალი, გამაუბედურა რა. აი გაშორდი მერე. მოიცა, იმან გამაუბედურა და მე გავაბედნიერო, მეტი საქმე არა მაქვს. გავშორდე. აი ესეთი კაცია ჩემი სიმამრი. კარგია. შენ არაფერს არ დალე? რა ვიცი, დავლევ მაშინ რამე კოქტეილს. მიხლობ? გოგონი, ერთ წუთით რა. მენიუ თუ შეიძლება? სექსი პლაჟზე თუ გაქვთ? აი სექსი პლაჟზე არა, მაგრამ გვაქვს სექსი ვერანდაზე, ბართან, აქვე მაგიდასთან. შეგვიძლია. მოკლედ ჩვენ ვიწყებთ დაკითხვას, თქვენი მეთქონი თქვენი ადვოკატი არ ესწრება. დიახ. თქვენ უნდა ელაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენი თვალით დაინახეთ და დანარჩენზე მითხრათ არ ვიცი. მაშინ ასე დავიწყეთ. როდის დაიბადეთ? არ ვიცი. რა არის ეს? ეგ არ დამინახავს ბატონო გამძიებულო. და როგორ გეტყვით? ეგრე არ მითხარი. ხედა? თურქებს როგორი წესი ქონიათ. ქმარი რო კვდება, მერე ქმრის ძმას მიყვებიან ცოლად. მე ხომ მომანაგავე და ეხლა ჩემს ძმასაც მინდა განასხვავო, ხო? ეს მოვიდნენ ბატონო და გვიჩივლეს. Hey, კოლეგა, ძალიან ბევრი მტრები ყავს ჩვენ ექიმებს ამ ქვეყნად. მაშ? იმ ქვეყნად უფრო მეტი გველოდება. სამწუხაროდ.